სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა გამარჯვებით თბილისის დინამომ. გუნდმა ამჯერად ზუგდიდის ბაიას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. მეორესთან შედარებით პირველი ტაიმი ნაკლებად საინტერესო გამოდგა. გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს. ყველაზე საინტერესო 28 წუთზე მერებაშვილის პასის შემდეგ კოტოს დარტყმა იყო. მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ძელი რომარა ანგარიში გაიხსნებოდა. ტაიმის მიწურულს გოგუა აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა მისი თაური არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის 6-ვე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. თამაში ცოტა ხნის განახლებული იყო, როცა მერებაშვილის დარტყმული ბაიას მეკარე სომხიშვილმა ხელებში ვერ შეიმაგრა. ამით კარგად ისარგებლა კოშკაძემ და საკუთარი გუნდი დააწინაურა. სხვაობა 2-5 წუთში გაიზარდა. ამჯერად გოგუას კარგი გადაცემით კოტო მისარგებლა. მოგვიანებით ბაიას მცველმა სომხიშვილს საკმაოდ სახიფათო პასი გაუკეთა და მეკარემაც ბურთი კუთხურზე მოიგერია. საჯმა სტუმართა კარის სიახლოვეს თავისუფალი დანიშნა. სტანდარტი გოგუამ შეასრულა. ბურთი ბაიას ფეხბურთელს მოხვდა და გოგუასვე მიუბრუნდა. დინამოელმა ჩააწოდა, ბურთი კი ზუგდიდელ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა. დინამო პენალს ითხოვდა. საჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. 79 წუთზე ზუგდიდელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. აფაქიძე ორ მცველს გაცდა და შესანიშნავი გადაცემა გააკეთა ენდელაძის მისამართით. ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია. ცოტა ხანში გოგუას წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. არბიტრმა ბაიას კარში 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად მერებაშვილმა შეასრულა. 92 წუთზე ზუგდიდელთა კარში მეოთხე გოლი გავიდა. გოგუას პასი ძარიამ გამოიყენა 4-1. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ დამატებულ დროში დაფიქსირდა. გოგუამ საჯარიმო დარტყმით შეხვედრას წერტილი დაუსვა და ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი მიითვალა. რთული თამაში გველოდებოდა, წინასწარ ვიცოდი თითოეულმა ფეხბურთელმა და სრული სერიოზულობით მოვეკიდა თითოეულმა ფეხბურთელმა, რომ აუცილებელი იყო 3 ქულის აღება. მერწწალობით გავიმარჯვეთ, მოვიპოვეთ 3 ქულა და ვაგრძელებთ ჩემპიონატის ცოლს. დიდი მადლობა მინდა ასევე გადავუხადოთ თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც დღეს იყო მოსული და ხურვალდი გულშემატკივარ მთელი თამაშის განმავლობაში. ის ანგარიში რა ანგარიშითაც დღეს დამთავრდა თამაში, ნამდვილად არ აძლევს დინამოს, არც მოდუნების და არც თვითკმაყოფილების საფუძველს. იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი ვნახეთ, რომ პირველ ტაიმში უამრავი საგოლე მომენტი გაცუდდა და ისევ ის პრობლემაც რჩება და არანაკლებ არ დაუკარგავს არანაირად აქტუალობა. და ახლა რაც შეეხება თვითონ ზუგდიდის ბაიას, მართლა გულშემატკივარი ვარ მე ამ კლუბის და სიმართლე რო გითხრათ, მოსალოდნელი იყო რომ მეორე ტაიმში გაუჭირდებოდათ, იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით ძალიან მოკლე სკამი აქვთ და ითამაშეს უპრინციპულესი თამაშები გორის დილასთან და ზესტაფონთან და ზუსტად იგივე შემადგენლობით, რა ქვია, ერთი ამოსუნთქვით ესე შეცვლების გარეშე მესამე თამაში რო გაუჭირდებოდათ, დარწმუნებული ვიყავი. და ფეხბურთელებსაც ვეუბნებოდი, რომ თუ ვთქვათ ვერ მოხერხდა, რომ პირველ ტაიმში ჩვენ გავიტანეთ გოლი, არაფერი სანერვიულო არ არის, იმიტომ რომ მეორე ტაიმში ყველანაირი ლოგიკით გუნდი უნდა დაღლილიყო. აქ ეს არც გოჩას დანაშაულია და არც ერთი იმათგან ფეხბურთელის, ეს არის მოცემულობა.